ფოთის თეატრში მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მიხედვით სპექტაკლის „ჯაყოს ხიზნები“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორის ნიკა ჩიკვაიძეს მიერ დაიდგა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიკა ჩიკვაიძესთვის ეს ფოთის თეატრში მარინა რევიას შემდეგ მეორე პროექტია. აღსანიშნავია, რომ მარინა რევიას აღებული აქვს პრემია დურუჯის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, რომელიც ენდი ძიძავას გადაეცა. ამავე პრემიერაზე სპექტაკლი ნომინირებული იყო საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაშიც. მუშაობდით, საკმაოდ საპასუხისმგებლოა შეეხო ჯავახიშვილის ტექსტს. თუმცა ვფიქრობ, რომ თვითონ მომსახიობმა საკმაოდ რთულია შექმნა სახე, რომელიც ყველა ქართველისთვის არის ძალიან ნაცნობი. სამაგიდო წიგნივით არის ხო პრინციპში ჯავახიშვილის ეს ტექსტი, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ყველამ მოახერხა სათითაოდ შეექმნა სახალხო სახეები, ჩვენ ყავს ისეთი ჯაყო, ისეთი თეიმურაზი, ისეთი მარგო, როგორიც ალბათ თითოეულ მკითხველს წარმოუდგენია. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, ეს რაღაცა ჩვენი გამარჯვებაა. სიამოვნებით ვიმუშავებდი მომავალშიც თეატრის დასთან, იმიტომ მგონია, რომ შეუძლია ნებისმიერი პიესის ნებისმიერ პიესას შეეჭიდოს, იმიტომ რომ აქ არიან თეატრში ისეთი მსახიობები, რომელსაც ნამდვილად შეიძლება რომ დავეყვნოთ და შეიძლება მათ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. ახალგაზრდა რეჟისორს სპექტაკლები განხორციელებული აქვს როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის თეატრებშიც.